მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა საერთო გაშლა ყოველთვის ყველას არ ემთხვევაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ და დაგაკვალიანებთ ყველა დეტალზე. თუ ეს გაშლა შეატყობთ, რომ თქვენია უყურეთ ბოლომდე, ყველა ვარიანტში ლაიკები, ენერგოცვლისთვის არ დაგეზაროთ, გაზიარება, კომენტარი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აუცილებელია ენერგოცვლისთვის. თუ არ ემთხვევა შეატყობთ ენერგეტიკა იდენტიფიკაციისას, რასაც მე ვიძახი, მაშინ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემგვერდზე და არჩიოთ სხვა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თემატიკა და უყუროთ. გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა უყურებთ და როცა ამოგივარდებათ რეკომენდაციაში. ან როცა ნახავთ თქვენით აარჩევთ და ვადები და თარიღი აღარ ჭირდება ამ ყველაფერს. მაშინ როცა ნახულობთ, ესე იგი მაშინ არის საჭირო რომ ნახოთ. რაც შეეხება ამ გაშლას, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და გაშლის თემატიკა, არ ვიცი რამდენად თქვი, თუ არ მithქვია, გეტყვით ახლა, რომ ვის უყვარხართ გავიგოთ. ვინ არის ეს პიროვნება, ვისაც უყვარხართ და იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვიხარ თქვენ, მოდი გავიგოთ, რა ენერგიებში ხართ? 3 ჟეზლი, 9 პენტაკლი. 10 ხმალი, ესე იგი, ძალიან დიდი ალბათობით ნაწილი არის ადამიანები, ვინც სამუშაო რეჟიმს ელოდებით, ან რაღაცა ახალ ინფორმაციას ელოდებით დაწინაურებასთან დაკავშირებით თქვენ სამუშაო რეჟიმში, რაღაცა ინფორმაციას ელოდებით საზღვარგარეთიდან, ასეთი ნაწილიც იქნება სამუშაოსთან დაკავშირებით, რომ შეცუროთ, ასე ვთქვათ, ამ ზღვაში და ამ თქვენ ნიჭს მისცეთ ფართო გასაქანი, ასე ვიტყოდი, სერფინგით დგას გოგონა უკვე მზად არის, რომ აი ერთი სული აქვს, როდის გამოჩნდება ის ინფორმაცია და ის ინფორმაციის მომტანი ჩიტი, მოდი ასე დავარქვათ, თუ თევზი, რა ვიცი, ვისთვის თევზი, ვისთვის ჩიტი იყოს, რომელიც მისცემს, ასე ვთქვათ, იმ ბიძგს, რომ შეუძლია შესწუროს სერფინგით და განაგრძოს თავისი ცხოვრების გზა რაღაც ახალ ეტაპზე. ეს იქნება კიდევ მეორე ნაწილი, ვინც ელოდებით დაწინაურებას, რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ აი თქვენი კანდიდატურა იქნება წარდგენილი ამ დაწინაურებაზე, ან დაგაწინაურებენ როგორც იქნა. ნაწილი იქნება ისეთი ადამიანების, რომლებიც საერთოდ წამოხვედით სამსახურიდან 10 ხმლით, შებრუნდით, წახვედით და აღარ დაუწყეთ უფროს ხვეწნამუდარა და ბოდიში ამ სიტყვაზე და ვაზელინის გამოყენება არ დაიწყეთ არც ერთ ვარიანტში და შებრუნდით და წახვედით. უბრალოდ დატოვეთ სამსახური, შებრუნდით, წახვედით და ეხლა მოლოდინში ხართ ახალი სამუშაო რაღაცა არ ვიცი, ვაკანსიის, შეიძლება სივები დააგზავნეთ, შეიძლება ემიგრაციას ელოდებით რომ გაცუროთ, შეიძლება ზღვები გაქვთ გადასაცური და გადასაფრენი რაღაც ნაწილისთვის ასეთიც იქნება, იმისთვის რომ აი ამ 9 პენტაკლზე მიხვიდეთ. ეს არის 64-ის ბაღი, ფინანსური წარმატების კარტი, ეს არის უხმოსავლიანობის კარტი, სადაც აი თქვენი ყველა სურვილი მატერიალურ დონეზე იქნება მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და როგორი ბედნიერია ეს გოგო ამ კარტზე, რომ ასე იგი ოქროები მიაქ და მიაქ მისთვის რა ფრინველია ეს არც კი ვიცი, რაღაცა არწივს გავს, დამიწერეთ რა ფრინველს გავს თქვენი აზრით. და საერთოდ დამიწერეთ კომენტარები ხშირად და ნეგატიური ჰეიტერებს მიმართავ, ნეგატიური კომენტარების ავტორებს, რომ პირველზე რომ ვხალისობ, მეორეზე ეგრევე დაიბლოკებით, იმიტომ რომ ნეგატივისტად თქვენი აგრესიის წაკითხვა და ჩემ თავზე მიღება მაქსიმალურად მე არ მჭირდება და არც ის მჭირდება ჩემმა გამომწერებმა იკითხონ თქვენი აგრესიული ენერგეტიკა, ასე რომ ბოდიში, მაგრამ ენერგეტიკა უნდა მივიღოთ ყველამ დადებითი და გაუნაწილოთ სიყვარული ერთმანის დადებითი. ამისთვის არსებობს ადამიანი, ამისთვის გააჩინა ღმერთმა ადამიანი, რომ სიკეთე და სიყვარული გასცეს და არა ბოღმა და ბოროტება. კარგად ვიცით, რაც მოუვიდა იუდას. იუდაზე არ შევატარებ ახლა ადამიანებს ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ სიყვარული გაეცით, მეგობრებო, აი ამდენი ბოროტებით, ვიხრჩობით და დედამიწას უკვე დამძიმდა. სიკეთე და სიყვარული გვიშველის მხოლოდ და დამიწერეთ რამდენად ასე ფიქრობთ თქვენც და იმედია რომ დარწმუნებული ვარ ჩემი გამომწერების სულ ყველა 100-დან 99 დამეთანხმება რომ სიყვარული გადაგვარჩენს და სიკეთე და სიყვარული გავცეთ ყველას მიმართ აბსოლუტურად მაქსიმალურად ეცადეთ აი ყველას მიმართ იმიტომ რომ 100 მაგათ დაგიბრუნდებათ დარწმუნებული იყავით ერთ დღეს მოკლედ ესეთი ენერგეტიკა გვაქვს. თუ ატყობთ რომ თქვენზეა ენერგეტიკულად და ბევრი ვილაპარაკეთ, ახლა ჰეიტერებს ხედავ
ჩამოწერილ კომენტარებს. რამდენს ლაპარაკობ და ცოტა მალე მორჩიდა. განაგზეთ. მე ძალიან მომწონს თქვენი ესეთი რაღაცა მასწავლებლური რეჟიმი. ჩემ გვერდზე რამდენსაც მინდა იმდეს ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ადამიანებს მოსწონთ ჩემი ხმა, ჩემი ვიზუალი და ჩემი ლაპარაკის სტილისტიკაც. ვისაც არ მოგწონთ ასკროლეთ უბრალოდ. და всё, მორჩენილია ამბავი. კარტი გადმოვარდა მე-20 მაღალი არკანი, ესე იგი თავისით ამოხტა, ეს არის კარმული კარტი, ეს არის კარტი კარმა. რაღაცა ლოდინის და ხვეწნა მუდარის ამბავში ხართ სამყაროსთან მიმართებაში. ამ კარტზე კარგად არის წარმოჩინებული, თითქოს თქვენი სული ამოდის, ცეკვა უნდა, რაღაცა გახარება უნდა, რაღაცა ახლიდან უნდა აჟიტირებული და ბედნიერი იქნოს თავისთავი. ეს იქნება სამუშაო რეჟიმთან მიმართებაში, კონკრეტულად თქვენი რომ აი ღმერთო გევედრები. ის სამსახური მომეცი, რომელსაც ველოდები და რომლიდანაც წარმატება მექნება და დაწინაურება მექნება და ფინანსური წარმატება, აი რაღაცა ხვეწნა მუდარის სამყაროსთან რეჟიმში ხართ, რომ აი აღადგინოს თქვენი სულიერი სტაბილურობა, რომ აი დაგიფასდეთ ის ერთგულება და სიკეთე, რაზეც მე ვისაუბრე სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ და თქვენსკენაც აი წყალობა გადმოიღოს ღმერთმა და სამყარომ იმისთვის, რომ აი იმ გზით იაროთ, რომელიც ჩაფიქრებული და მიზნად გაქვთ და მთელი გულით გისურვებთ მართლა მე ჩემი მხრიდან, რომ აი ეს თქვენი ოცნებები ყველას 100% დაგსრულებოდეთ. ამ რეჟიმში დგეხართ, მოკლედ ვიტყვი. და გაშლა რა იყო? გავიხსენე გაშლა, ვის უყვარხართ? პირდაპირ ვიწყებ, ვის უყვარხართ თქვენ? მზე 19 მაღალი არკანი ამოდის. ცხრიანი თასი ამოდის და 5-იან პენტაკლი. ადამიანი, რომელიც ძალიან მოწყენილია, ვთქვენოთ, ძალიან რესურსის ნაკლებობაშია, ძალიან მოიწყინა, თავჩაქინდრულია და არ ვიცი, ეტირება ადამიანს მართლა მთელი გული და სულით ისე ენატრებით. ისი აკლია თქვენი ენერგეტიკული შეფითილება, თქვენი ხასიათი, თქვენი ის ენერგიის მიწოდება, რაღაცა დოპინგად ამ ადამიანისთვის, რომელსაც თქვენ აძლევდით და რაღაცა პერიოდია, რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ გხედავთ და მარტოა, შეიძლება ფინანსური გაჭირვებაც, ასე ვთქვათ, ცოტა არამყარათა ფინანსურ მდგომარეობაშიც, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს, რომ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ 5-იან პენტაკლით ეს არის ენერგიის გამოფიტულობის, ფინანსური სიდუხჭირის კარტი, ასევე მონატრების და ასევე ენერგეტიკულად რაღაცნაირად ცოტა გაციებული ვარ, მაპატიეთ. მეგობრებო, რაღაცნაირად მარტოსულად გრძნობს ეს ადამიანი, ნამდვილად უთქვენოთ თავს. ეს ადამიანი არის, რომელიც 9-იან თასით გახარებული და ემოციურ ტალღაზია და ძალიან მაქსიმალურად კმაყოფილია ხოლმე თქვენ გვერდით. ეს ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს ლომის სტიქიას, გეტყვით, რაღაც ნაწილისთვის იქნება, ყველასთვის არა, რასაკვირველია, ან თქვენ წარმოადგენთ, ასეც არის შანსები, რომ ლომის სტიქია ხართ, იმიტომ რომ მზე მაღალი არკანი, ეს არის ლომების კარტი, როგორც წესი ჰოროსკოპით. ან თუ ლომს არ წარმოადგენთ არც ერთი და არ არის საერთო გაშლაში აუცილებელი ლომი ხართ, მისთვის ხართ მზე, მისთვის ხართ ენერგიის წყარო. ქალი ხართ, მამაკაცი ხართ, გაშლა ორივე სქესია. ეს ადამიანი იმუხტება ემოციურად თქვენთან მიმართებაში, თქვენი ენერგიით და აი ცაში დააფრინავს, ესე ვიტყოდ. მე-9 ცაში დააფრინავს, როცა თქვენ გვერდით არის და როცა თქვენ გარეშეა. აი ეს ადამიანი ძალიან მოწყენილი, მარტოსული და მოდი ესე ვიტყოდი, რაღაცნაირი სულიერად განადგურებულად გრძნობს თავს. და კალოდის ძირში მე-18 მაღალი არკანი მთვარე ამოდის, ასევე შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს კიბორჩხალის ნიშანი, ან ასცენდენტი ქონდეს ლომში, კიბორჩხალაში. კიბორჩხალის კარტებია, როგორც წესი მთვარე მათი პლანეტაა, ვერ გავიხსენე პლანეტა სიტყვა. მოკლედ და იძირება უთქვენობით. შეიძლება წარმოადგენდეს კიბორჩხალას ნიშანს, რომელსაც თავის ტკივილები აქვს ახლა და ძალიან ბევრს ცუდი ფიქრები აწუხებს, შეიძლება ეჭვიანობის ფიქრებიც აწუხებს ამ ადამიანს, ძალიან ბევრს ოცნებობს, რომელი აირჩიოს და რომელ გზას მიმართოს, რომ თქვენთან ხიდი გადოს და რაღაცა სიახლოვე კონდეს ერთად, რაზეც ვიძახი 10-იან თასი, 10-იანი მაქსიმალური ემოციებით რომ აივსოს, ეს ადამიანი
თქვენთვის ნაცნობია ძალიან კარგად ის თქვენთვის ოქროს შანსია მინდა გითხრათ და